შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით ფართო მასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 1 იანვრიდან შეღავათი გავრცელდება მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული აქვს მართვის უფლება. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, დღეს მდგომარეობით 35,500-მდე პირს შეჩერებული აქვს მართვის მოწმობა. კანონ პროექტით, რომელთაც უნდა შევიდეს ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, პირები, რომლებმაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომლითაც გათვალისწინებულია მართვის უფლების შეჩერება და ამ შემთხვევაში საუბარი არის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე, ასევე ნარკოტიკულ სამართალდარღვევებზე. ამ შემთხვევაში მათ აღუდგებათ მართვის უფლება. შესაბამისად, პირები, რომლებსაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ჩამოერთვათ ეს მართვის უფლება, ყოველგვარი მიმართვის გარეშე 2026 წლის 1 თებერვლამდე ავტომატურად გათავისუფლდებიან მართვის უფლების შეჩერების შეზღუდვისაგან, ანუ აღუდგებათ მართვის უფლება, რაც შეეხება ნარკოტიკული სამართალდარღვევებისათვის მართვის უფლება ჩამორთმეულ პირებს, მათ მოუწევთ, რომ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს და წარადგინონ შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომ ისინი აღარ მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. გარდა ამისა, გათვალისწინებული არის ამ კანონ პროექტით ასევე შესაძლებლობა იმისა, რომ პირებს, რომლებსაც ქულების შემცირების გამო აღარ აქვთ მართვის უფლება, 2026 წლის 1 იანვრიდან ავტომატურად აღუდგებათ მართვის უფლება. გარდა ამისა, ამავე ცვლილებების შესაბამისად ამოღებული არის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან იმისა, რომ ვადაზე ადრე იყო აქამდე, როდესაც ასე ვთქვათ, თუ კი 3 წლით ჰქონდა ჩამორთმეული პირის მართვის უფლება, წელიწადნახევრის გასვლის შემდეგ მას ეძლეოდა შესაძლებლობა, რომ გადაეხადა შესაბამისი თანხა ან ჩაებარებინა მართვის უფლების გამოცდა და აღედგინა ეს მართვის უფლება, თუმცა ეს შესაძლებლობა ამოღებული იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან. გარდა ამისა, ანუ ზოგადად ინიციატივა ამ კუთხით კარგი არის, თუმცა რა თქმა უნდა შეიცავს თავის საფრთხეებს, იმ კუთხით, რომ კანონი ვრცელდება ყველა სამართალდამღვრევზე, მიუხედავად იმისა, რამდენჯერ არის მის მიერ ჩადენილი ეს გადაცდომები, ამიტომ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა, რომ გაეთვალისწინებინა კონკრეტული პირთა, ასე ვთქვათ, წარსული გამოცდილება და კანონის დარღვევისადმი მიდრეკილება და ამის მიხედვით მიეღო კანონმდებელს გადაწყვეტილება, თუმცა საერთო ჯამში ფაქტი, რომ ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული შეცდომა, გადაცდომა დაუშვეს და აღუდგებათ ეს მართვის უფლება, დადებითად შეიძლება შეფასდეს.